ორი მაღაზია და ჩათვალეთ რა ახლა. რამდენი განმავლობაში? აი დღეს. ყველა ადამიანებს გელხარდე და ყველა ინტელიგენტი იყავით და გეკუთვნოდა თუ თავრობა ყოფილიყავით. არც ვაჭრობა, არც ხალხი არ შემოდიშვილო, როგორ უნდა გადასახადი, როგორ უნდა გადავიხადოთ, ან როგორ უნდა ვიარსებოთ. თქვა ყველაფერი გავაკეთეთ და ვაქციოთ. რეალურად გადავადება მოხდეს, აი ესა პირველი ნახეთ რა. შტაბსელები. ერთი გაბგი არ მევაჭრე. ესა 2 საათია დღის და არც ერთი ერთი თეთრი არ მიდი შორი ვაჭრობა. გული ობიექტები. შემდეგი სახის ინიციატივა შევიდა პარლამენტში, რომ გადახდა მოგიწიოთ ნოემბრის თვეში. სოფული. ავალი მნიშვნელოვანია ამ ხალხს მიეცეს საშუალება გადავადების მოგების გადასახადისა. ანუ 1 აპრილის ნაცვლად მცირე მოვაჭრეებს უნდა მიეცეს საშუალება გადაიხადონ მოგების გადასახადი ნოემბრის თვეში. იმიტომ პრაქტიკულად ეს საწარმოები, ეს ობიექტები არის გაჩერებული და ჩვენ დავწუნდით, რომ დღეები გადის და ლარს ვერ ვაჭრობს ვერც ერთი იშვიათი გამონაკლისის გარდა მცირე მოვაჭრე. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მოხდეს გადავადება და ასევე თუ 25%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით ბრუნვა სავაჭრო ამ მცირე ობიექტებში მოხდეს მათი მთლიანი გადავადება საგამონაკლისო წესით მიმდინარე წელს. რეალურად ახლა გოგოის გადასახადის გადაწყობები წერეთ აპრილს. მაგის გადავადება რომ მოხდეს ნოემბრამდე რა. აი და გაიცანეთ მე. წარმატებები. It's